კოცებო გამორთეთ ერთი წუთი ეს ტევე იმედი და მომისმინეთ. თქვენმა პუტინმა წააგო არჩევნები უნგრეთში. წააგებს არჩევნებს სომხეთში. მანამდე დაკარგა ვენესუელა, სირია, აზერბაიჯანს ბოდის და კომპენსაციას უხდის თვითმფრინავის ჩამოგდების გამო. უკრაინა ვერ მოდრიკა და გამორიცხულია, რომ უკრაინა რუსეთმა დაამორცხოს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აზიის ქვეყნებში, რომლებიც იყვნენ, ყველანი იწყებენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობას. პუტინს აქვს უდიდესი პრობლემები ეკონომიკაში და უკვე თავადაც აღიარებს ღიად. და ამაზე საუბრობენ თქვენი პროპაგანდისტებიც, მაგალითად პოსტივიზე, ხო? ირაკლი რუხაძე ეს მთავარი პროპაგანდისტი, იმედის მფლობელი, ხო? ბანკსაც ყიდის, ტევე იმედის გაყიდა და რატო? იმიტომ რომ რაც ხდება ახლა ეს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, უნგრეთში არჩევნების შედეგები, ეს ხო აახლოებს ყველა მთავარ მავნებელს სასამართლო პროცესებთან და სანქციებთან. ხო და დაფიქრდით ხო თქვენით? აბა თქვენიც.